ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის ანგარიში დაამტკიცა და მიმდინარე წლის ბიუჯეტში კიდევ ერთი კორექტირების შესახებ იმსჯელა. საკითხი დეპუტატთა კორპუს მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარუდგინა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც გააცნო ინფორმაცია. წლის ბიუჯეტის მესამე ცვლილებას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის 2262 განკარგულებით ზოგიერთი მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ საჯარო სკოლების ოპერაციებისა და მოვლა პატრონობის სისტემის განვითარების უფლებამოსილების დელეგირების შესახებ მუნიციპალიტეტს გამოეყო 536,475 ლარი. გაზრდას ექვემდებარება ბიუჯეტის საშემოსავლო და საგასავლო ნაწილი. 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გზების კაპიტალურ შეკეთებაში გაუნაწილებელი სახსრებიდან 6,150,150 ლარი საჭიროა მიემართოს სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. სოფელ ქვაბატეხილში ზაალტერანიტის სახლის მიმდებარე დამცავი კედლის მოწყობა 20,752 ლარი. ქალაქ ზესტაფონში კვალითის დასახლებაში მელქაძის ქუჩაზე სკვერის მოწყობა 199,729 ლარი. მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში 12 სკოლამდელი აღზრდის სტრუქტურულ ერთეულში არსებული სალექარი ორმოს მიმდებარედ მოეწყოს ჩამდენარე წყლის გაწმენდი დანადგარი ბიოსეპტიკი, ეგრეთ წოდებული ბიოსეპტიკი 26,000 ლარი. შათირიშვილის ქუჩა ნომერ 7 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით გრილი გადახურვა 31,467 ლარი. მეგობრობის ქუჩა ნომერ 11-ში საცხოვრებელი კორპუსის საგზაო ლიფტის ფრიგელის თავზე დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია 4,116,000 ლარი. ახლა წარმოგიდგენთ სოფლების მიხედვით იმ პროექტებში რაშიდაც განაწილდა ეს 6,850,000 ლარი. სოფელი ფუთი ფუაძე მინიკაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ ქუჩი ყანჩაველი უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ ცხრაწყაროში მე-6 ჩიხის რეაბილიტაცია, სოფელ ცხრაწყაროში მე-7 ქუჩაზე მაკა გამცემლიზის ქუჩის რეაბილიტაცია, სოფელ ცხრაწყაროში მეათე ქუჩის ამირან ხიჯაკაძის ჩიხის რეაბილიტაცია, სოფელ ცხრაწყაროში მე-9 ქუჩის გზის რეაბილიტაცია, სოფელ ცხრაწყაროში ნომერ მე-20 ქუჩაზე გზის მოწყობა, სოფელ ცხრაწყაროში ვარიკა წერეთლის მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სოფელ ცხრაწყაროში მე-5 ქუჩაზე სანიაღვრე მილის მოწყობა, სოფელ ცხრაწყაროში მე-7 ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობა. სოფელ ზოვრეთში დათიაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ ზოვრეთში კვეტენაძე ბერულაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია, სოფელ ზოვრეთში მინი მოედნის მოწყობა, ქალაქ ზესტაფონში ხოჩიაშვილის ქუჩაზე ზაბირაძე მურმანის სახლის მიმდებარედ 12 გზივი მეტრი არხის და ცხაურის მოწყობა, ქალაქ ზესტაფონში ნინოწმინდის ქუჩაზე ნიკოლაძის ქუჩაზე ტექნიკუმის მიმდებარე ტერიტორიის თავის ჩიხებით კეთილმოწყობა, ქალაქ ზესტაფონში პუშკინის ქუჩა ნომერი 10 ლუკა ნებიერიძის სახლის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა, ქალაქ ზესტაფონში ზაქარიაძის ქუჩაზე მინი მოედნის რეაბილიტაცია, ქალაქ ზესტაფონში ხრაზმის ქუჩაზე გზის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ქალაქ ზესტაფონში ლესელიძის ქუჩაზე სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ქალაქ ზესტაფონში 26 მაისის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფელ ილემში ხილაძეების უბანში დამცავი კედლის მოწყობა, სოფელ ილემის ცენტრში მინი სტადიონის მოწყობა, სოფელ ქვედა ილემში შავიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია. სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოფელ შროშაში ბოსლევსა და ზედასაქარაში მცხოვრები მოქალაქეების ოჯახების დახმარების შესახებ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დამტკიცდა დასახლებების მიხედვით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები და გადაწყდა მათი დაფინანსებაც. დამტკიცდა მუნიციპალიტეტის წარმატებულ პირთა წახალისების წესი. კორექტირება შევიდა მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა არასტაბილურია. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო მუჯირის განცხადებით მისი უწმინდესობისა და უნიტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ექიმები იჩენენ ძალიან დიდ ყურადღებას, რომ მისი მდგომარეობა
მდგომარეობა იყო სტაბილური და იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ამ ეტაპზე პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს მინისტრის თქმით, რაც ამსაც დადგება ასეთი საჭიროება უზრუნველყოფილი იქნება. კლინიკაში ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდნენ ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები, უმაღლესი მღვდელმსახურები. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს მოულოდნელად დამძიმდა, გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება ღვთის შეწევნით. ჩვენ გვინდა დღეს მოუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დას, ყველას მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, მის ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ეს მინდა მოგიწოდოთ. პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირებისთვის, ანუ შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილება. პროცედურა, რომელიც არის სისხლდენის შეჩერებისთვის საჭირო, არის ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც ჩაუტარდა პაციენტს და შესაბამისად მოხდა სისხლდენის შეჩერება. ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ეს არის ინტუბირებული მდგომარეობა. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა ჩვენ ორგანიზმს საშუალება მივცეთ, რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს. ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ წუთას, რომ აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული, რაც ახლა უკავია მედიკამენტოზურად არის შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თურქმენეთის 3 მოქალაქე ქუთაისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 97 შეკვრად დაფასოებული ალფა PVP ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260-E კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზესტაფონელი მკლავჭიდელის კიდევ ერთი წარმატება, ამჯერად ბექა ბოგვერაძემ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო 23 წლამდელებში. ის ასპარეზობის გამარჯვებული ორივე ხელშია და შესაბამისად მთავარი ჯილდოს მფლობელიც გახდა. სატელეფონო კომუნიკაციისას ბექა გვეუბნება, რომ ეს წარმატება მისთვის კიდევ ერთი ასპარეზობის მოგების მოტივაცია გახდა. ბექა უახლოეს მომავალში მკლავჭიდელთა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე იქნება ოღონდ უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, სადაც მისი თქმით მეტი კონკურენცია იქნება. ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი მკლავჭიდში. ახალგაზრდებს შორის მივიღებდი მონაწილეობას